ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო უმასპინძლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრეს-კონფერენცია გაიმართა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს ნაკრები გუნდი წარადგინა და მათ ფესტივალში წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან 3 სახეობაში 8 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. სპორტსმენთა სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია 16 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება. დღეს ჩვენ შევგრებეთ ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც გამოვიდნენ ახალგაზრდულ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ზაფხულის ევროპული ფესტივალი 2015 წელს ძალიან მაღალ დონეზე და ჩავატარეთ 2025 წელს ბაკურიანი, თბილისი, ბათუმი. ყველა ობიექტი გაკეთებულია, მაღალ დონეზე შესრულებული. და ჩვენი სპორტსმენები საერთოდ 8 სახეობა მიიღეს მონაწილეობას, ჩვენ მივიღეთ 3 სახეობაში მონაწილეობას 8 სპორტსმენით და უსურვეთ წარმატება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ღონისძიების ჩატარება ერთი და მეორე ის, რომ მოვიზიდოთ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ზამთრის სახეობაში, რამე თუ მოთხოვნა არის ძალიან დიდი. მე ვარ სამთო მოთხილამურე, ჩვენი გუნდი შედგება 6 კაცისგან, 2 გოგო, 4 ბიჭი. და ვფიქრობთ, რომ საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ შედეგი ვაჩვენოთ.